მოგესალმებით მეგობრებო. რა არ ვიცით NASA-ს შესახებ, ან ვიცით და ღირს რომ გავიხსენოთ ფაქტები. NASA ამერიკის შეერთებული შტატების 34 პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ დაარსდა 1958 წლის 29 ივლისს. NASA განმარტებით ნიშნავს National Aeronautics and Space Administration, ანუ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო. NASA-მ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გახდა ლიდერი თავისი ძალებით. ახლა კი მოგიყვებით საინტერესო ფაქტებს NASA-ს შესახებ. ამ მომენტში NASA მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე. მათ შორის ერთ-ერთ პროექტში წერია, რომ უნდა შეიქმნას კოსმოსური ხომალდი, როგორიც არის ფილმში ვარსკვლავური ომები. ასტრონომების თქმით, მსგავსი აპარატურა საშუალებას მისცემს, რომ მიუახლოვდნენ უახლოეს ვარსკვლავებს, რომლებიც მზესთან ახლოს არიან. მზესთან ახლოს ორი ვარსკვლავია, ალფა ცენტაური A და ალფა ცენტაური B. NASA-ს განცხადებით, ალფა ცენტაურ B-ზე უახლოეს მომავალში ადამიანების გადაყვანა შესაძლებელი იქნება. ასტრონავტების თქმით, ახალი კოსმოსური ხომალდით მზესთან უახლოეს ვარსკვლავამდე მისვლა სულ რაღაც 2 კვირა დასჭირდება. 1997 წელს დადგინდა, რომ NASA ხარჯავს ფედერალური რესპუბლიკის 20% ბიუჯეტიდან. კოსმოსური შატლის პროგრამამ ჩაატარა 100-ზე მეტი წარმატებული მოგზაურობა, მაგრამ ამასთანავე ორი წარუმატებელი კატასტროფაც. პირველი კოსმოსური ხომალდი ჩელენჯერი დაიკარგა 1986 წელს თავის ეკიპაჟთან ერთად, ხოლო მეორე კოსმოსური ხომალდი კოლუმბია 2003 წელს დაიკარგა. 2012 წელს NASA-მ მოახერხა დედამიწის ხმების ჩაწერა. ხმები იყო ასეთი. რაც თქვენ გესმით, არის რადიო ტალღები, რომლებიც NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა დააფიქსირა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ NASA-მ ხმები რადიაციულ გარსში დააფიქსირა. სახელმწიფო რეგულაციების გამო NASA ვერ უზრუნველყოფდა სიცოცხლის დაზღვევას თავის ასტრონავტებისთვის, როდესაც აპოლო-10 უნდა ემოგზაუროთ. მაგრამ ჟურნალ Life Magazine-მა განაცხადა, რომ თითოეულ ასტრონავტისთვის პოლისში გადაიხდიდა 100,000. ეს პოლისი გრძელდებოდა აპოლო-11-მდე. პრეზიდენტ ჯონ კენედიმ NASA-ს მიზანი მისცა, რომ გაეგზავნა ადამიანი მთვარეზე. 1960 წლის მიწურულს გაგზავნეს ხალხი მთვარეზე. 1969 წლის 20 ივლისს აპოლო-11-ის მისია წარმატებით დასრულდა და მთვარეზე ადამიანმა ფეხი დადგა. 1970 წელს აპოლო-13-ის მისია მთვარეზე გაფრენა შეჩერდა მას შემდეგ, რაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. NASA ნებისმიერ ადამიანს გადაუხდის $15,000 თუ იწვება 24 საათის განმავლობაში 90 დღის მანძილზე. ეს NASA-ს დაეხმარება, რომ შეისწავლოს სხეულის უწონადობა. NASA-მ აღმოაჩინა წყლის პლანეტა და დედამიწიდან 40 სინათლის წლით მოშორებით მდებარეობს. NASA-ს თქმით, წყლის პლანეტაზე იქნება უჩვეულო მასალები, როგორიცაა ცხელი ყინული ან პირველხარისხოვანი წყალი. იემენიდან 3 მამაკაცმა უჩივლა NASA-ს, როდესაც არალეგალურად შეიჭრნენ მარსზე. მამაკაცებმა თქვეს, რომ 3000 წლის წინ მარსი მემკვიდრეობით გადაეცათ მათ თავიანთი წინაპრებისგან. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.